როგორც მოგეხსენებათ, ეს FIBA-ს დარბაზთან მშენებლობასთან მიმართებაში მეორე ვიზიტი არის უკვე ამ კამილ ნოვაკი უშუალოდ. და პირველი ვიზიტიდან დღევანდელ ვიზიტამდე საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის. ასე აღნიშნავდი, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პირველი ვიზიტის დროს არც თუ ისე კმაყოფილიყო თვითონაც და დელეგაციის წარმომადგენლებიც და რა თქმა უნდა, ახლა ეს დავალებად მივიღეთ, რომ შემდეგ ვიზიტისთვის მაქსიმალურად გვეცადა, რომ ის ვადები, რაც ჰქონდა მოცემული, რომ იმ ვადებში მაქსიმალურად შენებლობა დასრულებული დაგვეხვედრებინა და თქვენც ალბათ მოისმინეთ მისი კომენტარი, რომ ძალიან კმაყოფილება გაოცებულებიც არიან იმ შედეგით, რაც ვთქვათ, ასე ვადებში ჩვენ განვახორციელეთ და კიდევ ერთხელ ამაში გამოწვევა იყო ეს ჩვენთვის და მადლობა ყველა ჩართულ პირს, შენებარე კომპანიასაც, სამინისტროსაც, ზედამხედველობას უწევს დღემდე ამ პროექტს და მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კმაყოფილები არიან და არანაირი საფრთხე არ იმოქმედება, ასევე საზოგადოებაშიც იყო რაღაც ესე ვთქვათ ნებათა ხელვა რომ თუმცა იმ პატარა ხანძრის შემდეგაც კი ბატონო ხანძრის დაემატა ამას და დღეს უკვე ეს კითხვები მოხსნილი არის თავამაც შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ არა მარტო კამილ მთელი დელეგაცია იყო ჩამოსული, რასაც თავისი მიმართულებები აინტერესებდა და ყველა ასე ვთქვათ ყველა კმაყოფილია და ყველანაირად ჯდება იმ ვადებში, რაც იყო მოცემული მშენებლობის დასრულებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ დარბაზი მზად იყოს, თუმცა ევრობასკეტი ძალიან დიდი მოვლენაა და ამავდროულად კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ახლა რომ მოგვიყვეთ კონკრეტულად რაზე მიდის მუშაობა იმისათვის, რომ ევრობასკეტი ჩატარდეს საქართველოში მაქსიმალურად ყველაფერი იყოს წყობში ამისათვის. კი ბატონო, გეთანხმებით, ეს არ არის მარტო ვთქვათ დარბაზის მშენებლობა, ახლა ღონისძიებას მასპინძლობთ და ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს ევრობასკეტი ჩვენ ქვეყანაში. ეხლა ამ ეტაპზე ხდება ის, რომ ზუსტად ის დელეგაცია ვინც იყო ჩამოსული, თავიანთი მიმართულებები აქვს იმ დეპარტამენტების და მიხედვით და ისინი უკვე დარბაზის შიგნით სივრცის გადანაწილებაზე საუბრობენ, ეს უკვე უშუალოდ მათი FIBA-ს მხარე არის, ისინი თვითონ უზრუნველყოფენ იქ თუ რა განლაგება რა როგორ უნდა იყოს და ჩვენი მხრივ ჩვენი ვალდებულება იყო, რომ მზად დაგვეხვედრებინა მათთვის ეს დარბაზი, რომ მათ ქონოდა შესაძლებლობა უკვე იქ დაეგეგმათ თავიანთი ისე ვთქვათ მიმართულებების და მიხედვით. და ამას რა თქმა უნდა ემატება ის, რომ ჩვენ არის შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს ამ ევრობასკეტის ჩატარებას და იმედი მაქვს, როგორც ესე კმაყოფილები დარჩნენ ხა ამ ვიზიტით, ესე კმაყოფილები დარჩებიან არა მარტო FIBA, ჩვენც მოსახლეობას და ყველანი ევრობასკეტის მასპინძლობის ესე ვთქვათ ხარისხით. ვიქტორ, თქვენ არაერთხელ მიგიღიათ ევრობასკეტზე მონაწილეობა როგორც კალათბურთელს და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ტარდება ევრობასკეტი, თუმცა კიდევ ერთხელ რომ გავუსვათ ხაზი ევრობასკეტის მნიშვნელობას როგორც ქართული კალათბურთის განვითარებისთვის, ასევე ზოგადად ქვეყნისთვის, რა არის რა მოვლენაა და რას ნიშნავს ევრობასკეტი თბილისში, ამას გავუსვათ ხაზი. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია და ესეთ შემთხვევითაც არ ხდება, რადგან FIBA მოგვანიჭა ეს ჩვენ ჩატარების უფლება, ეს გამომდინარეობს ზუსტად იქიდან თუ როგორ უყვართ კალათბურთი ჩვენ ქვეყანაში. ეს გულშემატკივრების ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ეროვნული ნაკრები თამაშობს ყოველთვის FIBA-ს თუ არ ვწდები სტატისტიკით ერთ-ერთი მოწინავე ვართ დასწრებით და ამ ყველაფერმა განაპირობა ისიც, რომ მოგვცეს ჩვენ უფლება რომ ჩაგვეტარებინა ევრობასკეტი. რა თქმა უნდა, ეს ხელში უწყობს ამ სპორტის სახეობის კიდევ უფრო პოპულარიზაციას, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა და ბავშვი დაინტერესდეს კალათბურთით და იყოს ჩართული და რაც ჩვენი ესე ვთქვათ მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული სპორტის ამ სახეობაში და ფიქრობ, რომ ძალიან იდეალური შესაძლებლობა არის ეს ევრობასკეტი, რომ გამოვიყენოთ ამ მიმართულებით და გარდა ამის, რა თქმა უნდა, იქ ტურიზმის მიმართულებითაც მნიშვნელოვანია სპორტული ტურიზმის ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ეს მნიშვნელოვან წილს შეიტანს, რა თქმა უნდა, სპორტული ტურიზმის განვითარებაში ევრობასკეტი საქართველოში. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში უყვართ კალათბურთი, რა თქმა უნდა, არიან მომთხოვნებიც ეროვნული ნაკრების მიმართ, რომელსაც ყავს ვარსკვლავური შემადგენლობა, შეგვიძლია ასე ვთქვათ. რა იქნება, როგორ ფიქრობთ, ჩვენი მიზანი თუ ოპტიმალური შემადგენლობით გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ევრობასკეტზე და რა გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად მზად იყოს ჩვენი ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. კი ბატონო, ეხლა ეს ორი მხარე აქვს ამას, როდესაც ეს თამაშს ვთქვათ, ესე ვთქვათ, მაღლა არის აწეული.
გულშემატკივარი მეცსა და მეც მოითხოვს და აქედან გამომდინარე უფრო მეტ და მეტი პასუხისმგებლობა მართებს თვითონ ჩვენთანაც არა მარტო მოთამაშეებს ყველას ხო და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ყოველთვის სულ ვიძახი რომ თავარია რომ ჯანმრთელად იყვნენ ყველანი და ტრავმები არ გქონდეს და ალბათ ავიც ყველანი დამეთანხმებით რომ ჩვენთვის უკვე ესე ვთქვათ ჯგუფიდან გასვლა არ არის ესე ვთქვათ ის საკმარისი ხო შეიძლება პროგრამა მინიმუმიც არ იყოს ხო უბრალოდ მაგას ვიზახი რომ პროგრამა მინიმუმი ვერ იქნება მარტო ჯგუფიდან გასვლა მიუხედავად იმისა რომ ამას ემატება ის რომ ჩვენ უკვე ამ ჯგუფურ ეტაპს მასპინძლობთ ეს დამატებით უპირატესობაა ჩვენთვის და ჩვენ სულ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ეროვნული ნაკრები მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს ამ ევროპის ჩემპიონატს და უკვე მსმენელთან და სამწუხაროდ შტაბთან ერთად განვიხილავთ იმ მონახას თუ რომელ ტურნირებში მივიღოთ მონაწილეობას ჩვენ უმასპინძლობთ თბილისში ტურნირს და მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს სამწუხაროდ შტაბს იმისთვის რომ დაგეგმონ მაქსიმალურად ყველაზე სწორად ესე ვთქვათ წინა საევრობასკეტო პერიოდი. აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ერთი რამ საქართველოს ნაკრების ლიდერებმა თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მოიგეს ევროტურნირები ორმა ქართველმა აიღო თასი ჩემპიონთა ლიგა მოიგო გიორგი შერმადინის ტენერიფემ ხოლო თორნიკე შენგელიას ვირტუსმა აიღო ევროკაპის ტიტული. რა მნიშვნელობა აქვს ამას რომ ასეთი მიღწევები აქვს ქართველებს გუნდურ ეტაპზეც უკვე და ასევე ეს გამარჯვებულის მენტალიტეტს კიდევ უფრო გააძლიერებს თორემ ჩვენ ნაკრებში ევრობასკეტის. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ ყველა მიმართულებით და კიდევ ერთხელ თქვენ ეთერის საშუალებით მივულოცავთ ამ გამარჯვებებს და ერთი იმედი გქონდა კიდე NBA-ს ჩემპიონობასაც კიდე რო გამოგვეკრა ხელი ძელს მაგრამ ნუ მილვოკის შემთხვევაში ეს აღარ მოხდება და თუმცა საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა და ზაზაფაჩულიას რეკორდის მოხსნა სანდრო მამუკოაშვილს. ხო, კი ბატონო, მაგასაც ულოცავ სანდროს და ეს რა თქმა უნდა დამატებითი კიდევ სტიმული არის იმ ახალგაზრდებისაც და ჩვენ ვისაუბრეთ რომ თუ რამხელა მიღწევა არის ეს ჩვენი ქართული კალათბურთისთვისაც გიორგიმ ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგებით და თორნიკემ ევროკაპის მოგებით დაადასტურეს და ნუ კიდევ უფრო პოპულარობს ხიან ჩვენ ქვეყანას რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ დასტურდება რომ თუ რა მაღალ დონეზე შეგვიძლია ქართული კალათბურთის თამაში და ისევ იმას დაუბრუნდები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც არის იმ მომავალი თაობისთვის სამაგალითო რომ ისინი უყურებენ რომ ყველას გაუჩნდება იმის სურვილი რომ მათ ადგილას იყვნენ და ეს ზედმეტი სტიმულს აძლევს მათ რომ უფრო მეტი იშრომონ და მეტი თავი გადადონ ასე ვთქვათ კალათბურთისთვის ასევე მნიშვნელოვანია ისიც რომ ყავს ძლიერი ლეგიონერები, თუმცა შიდა ჩემპიონატიდან ხშირად კომპლექტდება საქართველოს ნაკრები, არაერთი მოთამაშე სუპერლიგიდან, საქართველოს სუპერლიგიდან იღებს მონაწილეობას მნიშვნელოვან შეხვედრებში. საქართველოს სუპერლიგაში ნახევარფინალები მიმდინარეობს ახლა, შეიძლება ითქვას რომ სეზონი დასასრულს უახლოვდება და ნამდვილად კმაყოფილი ხართ სუპერლიგის დონით ამ დროისთვის და ნამდვილად იქნებიან მზად სუპერლიგის მოთამაშეები იმისათვის რომ ევრობასკეტზე იასპარეზონ უკვე ნაკრებთან ერთად. კი ბატონო, ანუ დონესაც შეეხება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოწვევა არის ის რომ ეროვნული ნაკრების დონე იყოს უფრო მაღალი. რაც მნიშვნელოვანია და სასიხარულოა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს ეს ნახევარფინალური მატჩები, თუნდაც ქუთაისი ბათუმის შეხვედრა ვიღოთ ორივე თამაში დამატებით დროში გადაწყდა მატჩის ბედი და ასევე მნიშვნელოვანი არის კიდევ იმ ფაქტორის გათვალისწინებით რომ რადგან FIBA-ს ფორმატი არის დღეს შესრულილი ესე ვთქვათ და ვერ ხერხდება NBA-ის და ევროლიგის მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ის განმავლობაში უკვე შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად აქ უკვე ერთვება ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები შევსება ეროვნული ნაკრების და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისინი ასე ვთქვათ ერთის მხრივ მზად იყვნენ ამ ნაკრებში გამოძახებისთვის და როდესაც ეროვნული ჩემპიონატის დონე უფრო მაღალი იქნება, რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ ხელს შეუწყობს მათ, რომ კიდევ უფრო მზადყოფნაში იყვნენ და თუნდაც უფრო, ესე ვთქვათ, გაუადვილდეს ის სამუშაო, როდესაც ეროვნული ჩემპიონატიდან იძახებს მოთამაშეს და ის, ესე ვთქვათ, ყოველ მხრივ უკვე მზად არის თამაშისთვის და თუნდაც ეს ძალიან დიდი უპირატესობა, ესე ვთქვათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებს გარკვეულ დონეზე ჰქონდეთ გამოცდილება საზღვარგარეთ თამაშის. თუ სამწუხაროდ ქართული გუნდები ვერ ასპარეზობენ ევროტურნირებზე, ეს
კონკრეტულ ფინანსურ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული და რამდენად არის თქვენ გეგმაში ის რომ ქართულმა გუნდებმა გარკვეულ დონეზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც მიიღონ გამოცდილება ევროტურნირებზე. სწორად აღნიშნეთ, რომ ამის გარეშე ძალიან რთულია, რაც არ უნდა ჩვენ ვილაპარაკოთ ახლა ეროვნული ჩემპიონატის დონე ავამაღლოთ. თუ საერთაშორისო ტურნირებზე არ მიიღებენ მონაწილეობას, ძალიან გაგვიჭირდება და აი ამას მუშაობთ აქტიურად ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, სახსრებთან არის დაკავშირებული და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად ვიხილავთ ჩვენ მინიმუმ ერთ ქართულ კლუბს საერთაშორისო ტურნირებზე აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ბევრი მიმართულებით და ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ ასე ვთქვათ განვითარება და წინსვლა, ამიტომ ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის არის ეს საკითხი, რაც თქვენ რაზეც ჩვენ საუბრობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მინიმუმ ერთი გუნდი მაინც ასპარეზობდეს საერთაშორისო ტურნირებზე. იმედია მალე ექნებათ ქართულ კლუბებს ამის საშუალება. თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ ევრობასკეტი პირველ რიგში და წარმატება ის ყველაფერი, რაც ასეთ ქართველი სპორტსმენები აღწევენ, არის მნიშვნელოვანი მომავალი თაობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალ თაობას აქვს გარკვეულწილად უცხოეთში თამაშის საშუალება. ივლის ახალგაზრდა ევროპულ ლიგაში ასპარეზობენ ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელები, იასპარეზა 16 წამყვანთა ნაკრებმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფინალშიც ითამაშა. რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს და ზოგადად რამდენად გეგმავთ იმას, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად მიიღონ ქართველმა კალათბურთელებმა საზღვარგარეთ გამოცდილება? კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, არა მარტო თამაშების კუთხით, არამედ ის ახალგაზრდები, ვინც ესე ვთქვათ საზღვარგარეთ მიდიან და იქ თამაშობენ საერთაშორისო ტურნირებში. ესე ვთქვათ, კალათბურთი მოედნის მიღმა ძალიან დიდ გამოცდილებას იძენენ. ჩვენ მაქსიმალურად ხელს უწყობთ არა მარტო ახალგაზრდულები მიდიან, ასევე საკალათბურთო კლუბებიც ასპარეზობენ ამ საერთაშორისო ტურნირებზე და ჩვენ მაქსიმალურად ხელს უწყობთ, იმიტომ რომ მათი განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც რა თქმა უნდა გაგრძელდება ეს მათი ხელშეწყობა და რაც მეტი კლუბი ჩაერთვება ამ საერთაშორისო ტურნირებზე, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით და ყოველ მხრივ ჩავერთვებით და რაც შეგვეძლება დახმარება, აუცილებლად დავეხმარებით ამ კლუბებს. ვიქტორ და პაულოს მინდა გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზღვარგარეთ თამაშობენ, ზაზაფაჩულეს აკადემია იასპარეზა ევროლიგაში, ეუბლზე გამოდიან ახალგაზრდული გუნდები, თუმცა რა თქმა უნდა აუცილებელია შიდა ჩემპიონატების ჩატარებაც, რაც პანდემიამ გააჩერებუნებრივია და შემდეგ ამის შემდეგ ჯერჯერობით არ განახლებულა. როდის იგეგმება, თუ არის კონკრეტული თარიღი თუ შეგვიძლიათ გითხრათ და როდის ჩატარდება საქართველოში, მიდის თუ არა ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა? ჩვენ პანდემიის სიტუაციიდან გამომდინარე უკვე გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩავატაროთ და მიდის უკვე ესე ვთქვათ ფორმატზე მსჯელობა, იმიტომ რომ ცოტა არა მაშინ გვიწევს ჩატარება, იქიდან გამომდინარე რომ სექტემბრიდან ვერ დაიწყო და გვიწევს ცოტა ფორმატის შეცვლა, რომ რაში რომ მეტი თამაშები მოესწროს ახლა სეზონის დამთავრებამდე და ამაზე მიდის ახლა ფორმატის შექმნაზე მსჯელობა, თუ რა სახე მიეცეს ამ ასაკობრივი გუნდების მონაწილეობას ჩემპიონატში და ძალიან მალე განახლდება, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი გამოწვევა იყო ესეც, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა, როდესაც ახალგაზრდულ ასაკში უკვე ფაქტობრივად 2 წელია ჩემპიონატი არ არსებობს ამ პანდემიის გამომდინარე და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის ჩავარდნა რაც იყო, აღმოფხრათ და სწორად დავგეგმოთ, ესე ვთქვათ და მიეცეთ იმ ახალგაზრდებს იმ საშუალება, რომ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა მიიღონ და მეტი თამაშის შესაძლებლობა მიეცეთ.